გამარჯობათ მეგობრებო. მოკლედ ვაგრძელებთ მეგობრებო BGP-ს კურსს. ეს არის BGP-ს მეორე გაკვეთილი. და ეხლა რა ხდება? მოკლედ ჩვენ წინაზე გავაკეთეთ აი ამ ტოპოლოგიის BGP-ს კონფიგურაცია სრულად. გავაკეთეთ neighbor peering, ეგრეთ წოდებული და network advertisement-ი, ანუ იმ ქსელის პროცედურის პრეფიქსების advertisement-ი წარდგენა თავის მეზობელთან და ზოგადად ქსელში, რომელიც ჩვენ გვინდოდა. როგორც ხედავთ, აქ გვაქვს 1 2 3 4 5 ავტონომიური სისტემა, autonomous system, ეგრეთ წოდებული. პირველ ეს არის customer 1, მომხმარებელი, ეს მომხმარებელი 2 და ესენი არიან service provider-ები. თითოეულ მომხმარებელს აქვს ორ service provider-თან წვდომა. რათა უზრუნველყოს redundancy და resilience, ეგრეთ წოდებული, საიმედოობა იყოს რამე რომ მოხდეს ერთი service provider-მა. გაფუჭდეს, არ ვიცი, რაღაცა links მოვიდეს შენ მეორეზე. გააგზავნოს ინფორმაცია ან რაც იქნება საჭირო. მოკლედ ეს კონფიგურაცია გავაკეთეთ. მოდი ახლა დავწმუნდეთ უბრალოდ აი router 6-დან, აბა გავპინგოთ აი ეს ქსელი, აი ეს. თუ ნახოთ საერთოდ ჩავიხედოთ BGP table-ში. show IP BGP summary ნახოთ ჯერ, რას მიჩვენებს. კი ბატონო, მეზობლები ყავს, ერთი ეს და მეორე ეს. show IP BGP ნახოთ რას მიჩვენებს. კი, ქსელი გვაქვს. კი, ყველაფერი მსოფლშია სავარაუდოდ. მოდი გავპინგოთ ახლა. დავწმუნდეთ რომ პინგი მუშაობს, აი ეს გავპინგოთ. პინგი სამიანების თვალს რა. კი, მუშაობს. ესეც გვაქვს აქ. მოდი ახლა ერთი რაღაცა ნახოთ მეგობრებო, რაც ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო არის მომენტი, როგორ მუშაობს BGP hold time, რა. Default-ად hold time არის 3 წუთი 180 წამი, ხო? ანუ ეხლა ეს ლინკი ამათ შორის, რაუტერ აი ამ რაუტერ 6-სა და რაუტერ 5 შორის, აი ეს კონკრეტული პატივცემული ლინკი რო გავთიშოთ. იცით რა მოხდება? აბა წინასწარ თუ საინტერესოა თქვენი აზრით რა მოხდება, რომ ეს რაუტერი ეგრევე გაიგებს ამას, ჩამოშლის ამ იმას, რომ აი BGP table ჩამოიშლება და ასე შემდეგ, ხო, წესით. ლოგიკურად ეგრე უნდა მოხდეს, მაგრამ ეგრე არ მოხდება. იმიტომ არ მოხდება, რომ აქ hold time-ი არის 180 წამი და ძალიან დიდი დრო ჭირდება იმისთვის, რომ BGP table შეიცვალოს, რა, მოახციოს ინფორმაცია, რომ ეს ლინკი ჩამოიშალა. კი, ინტერფეისი შეგვიძლია ინტერფეისი გავთიშოთ, მაგრამ არა, მაინც ეცოდინება, რომ თითქოს და მეზობლობა მაინც არის მათ შორის. და ეს მოდი ვნახოთ ახლა. ჯერ ვნახოთ საერთოდ მეზობელი რა. მოდი გადავიდი კონფიგურაცია, მე აქედან მიყვარს მუშაობა. do show IP BGP neighbor ხუთიანები. ნახოთ აბა რა ხდება აქ, აბა ჩავიხედოთ. აი ამ მეზობელი. neighbor SSS. ძალიან ბევრი ინფორმაციაა, როგორც ხედავთ. ბოლოს მე ვეძებ ერთ რაღაცას. established უნდა იყოს. შეიძლება ზევითი ხო ახლა გამომრჩა. მაგრამ გავყვეთ ახლა ეს რეები არის, საერთოდ რას გვაძლევს ეს ინფორმაცია. ჩვენ რომ ნახეთ აი do show IP BGP neighbor აი ესა და ეს კონკრეტული, ხო? ნახეთ რამდენი ინფორმაცია ამოვიგდო მეგობრებო ამ კონკრეტულ მეზობელთან დაკავშირებით, ხო?
აქ არის BGP ვერსია, რა ვერსიით არიან, აი BGP state established, აი ამას ვეძებთ. ამ remote მეზობლის IP კი არა და router ID ამას ვეუბნება. active არის როგორც ხედავთ. Neighbor session active is not a multi-session capable disabled and is კონკრეტული გამორთულია. და აქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაციები. ნახეთ მეგობრებო, open message. ერთი გაიგზავნა, ერთი მივიღეთ. Update-ები ორი გაიგზავნა, ორი მივიღეთ. KPLive-ები როგორც ჩანს 9 გაიგზავნა, 9 მივიღეთ. ხომ ვიცით? 3 KPLive იგზავნება ერთ whole time-ზე, ანუ KPLive ყოველ 60 წამში ერთხელ, ერთ წუთში ერთხელ იგზავნება და whole timer-ი არის 180 წამი. ნუ route refresh-ი არა გვაქვს ამ შემთხვევაში ჯამში გაიგზავნა 12 პაკეტი, ხო? მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის რომ established. ნახეთ? State არის established. ანუ უკვე არის ამათ შორის მეზობლობა შემიგავი. და კიდე ძალიან ბევრი ინფორმაციები არის პრეფიქსებზე, ასე შემდეგ, ხო? ეს დეტალები თქვენ უკვე აი CCNP-ს call გამოსდის ოფიციალური სასერტიფიკატო წიგნი OCG, რასაც ქვია, Official Certification Guide, ხო? მან მე-11 და მე-12 თავი არის BGP-ზე. ეგ თავები ძალიან მაგრად უნდა ისწავლოთ, აი ძალიან მაგრად, სხვა პასუხით უნდა იცოდეთ, მეგობრებო, ეგ თავები პირველი თავი არის უფრო თეორია და ძირითადი საბაზისო BGP კონფიგურაცია. პირველია მე-11 თავი და მე-12 თავი არის უკვე უფრო advanced BGP. ამიტომ ორივე ძალიან მაგრამ უნდა იცოდეთ. კარგი იქნება თუ წაიკითხავთ RFC, ეგრეთ წოდებული reference for comments. თუ ავსდები ეგრე იშიფრება RFC BGP-ზე რამოდენიმე არის დაახლოებით 100 გვერდიანი RFC არის. ეგეც კარგი იქნება მაგასაც თუ წაიკითხავთ. კარგი იქნება თუ Udemy-s კურსს მოусმენთ. კონკრეტულად განახებთ რომელ კურსზე მაქვს საუბარი. აი ეს კურსი არის კონკრეტულად ნილ ანდერსონის არის თუ არ ვსდები BGP-s ძალიან აი მე ყველა მაქვს აქ მოსმენელი როგორც ხედავთ რა. როგორი საერთოდ არ მაქვს დატოვებული არაფერი. რაღაც პატარა ემეების გარდა. ეს აუცილებელი არის მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროტოკოლი არის და ეს კარგად უნდა იცოდეთ რა. ხო. კარგით. აი ესე არის. ნახე Cisco BGP Masterclass for Enterprise Network Engineers. ეს ძალიან მაგარი კურსი არის, დაახლოებით 16 საათიანი კურსი არის და ესეც კარგად უნდა ისწავლოთ. მოусმინეთ ამას, აი ხო აი 16 საათიანი კურსი არის. დაახლოებით რეიტინგი კარგი აქვს. და რასთავარია, კარგად უნდა ისწავლოთ, კარგად უნდა იმასაკნათ, გაიაზროთ რა არის მანდ. წიგნი აუცილებლად უნდა ისწავლოთ და გავაგზავნოთ ახლა. ჩვენ ვსაუბრობდით convergence time-ზე, ხო? თუ რამდენად სწრაფად განახორციელებს გადართვას. აი ეს routeri, ეს ინტერფეისი რო გავთიშოთ. მოდი გავთიშოთ, აბა, ინტერფეისი gigabit 00 არის ეს ინტერფეისი და shutdown-ი გავაკეთოთ. გავთიშოთ. მოდი ახლა ისევ ვნახოთ ის ჩვენი ბრძანება, აბა. ნახეთ მეგობრებო, რა საინტერესო რაღაცა არის. ურეთ. მაინც established არის BGP state. ხედავთ? კი გავთიშე ინტერფეისი თითქოს. ნუ ინტერფეისი რეალურად shutdown არის, მაგრამ BGP session არის მაინც established და ეს იქნება დაახლოებით 3 წუთი. მოდი აბა ვნახოთ BGP table. Do show IP BGP summary J. Do show IP BGP summary. ნახეთ? მაინც established არის. ანუ ამ ქსელთან ჩვენ მაინც გვაქვს სტომა რა. ამით მეზობელთან.
do show IP BGP ნახდება table კი ბატონო ნახეთ აი მაინც გვაქვს რა მაინც აქედან სწავლობს აი ამ ქსელს მაგალითად სწავლობს აი ამ მეზობლიდან აი ამ ლინკიდან სწავლობს მაგრამ რეალურად სწავლობს არ სწავლობს ხო ეს გამოჩნდება ცოტა ხანში რამდენიმე წუთი გავა ჩამოიშლება BGP სესია გაიგებს მეზობლი არ მოვა KPLV მესიჯი და გააუქმებს ეხლა მოდით ჩავთვით interface gigabit 0.0 ხო no shot ჩავთვით ეს უნდა წამოიწოს კი ბატონო do show IP interface brief ხო adjacent OSPF-ი წამოიწია ყველაფერი კარგად იქნება წესით ეხლა KPLV message გაიგზავნება უბრალოდ open message update message ეს და ეს მეზობლობა არ ჩამოიშლება ჩვენ გვაქვს მექანიზმი BFD ესე არის BFD რომელიც არის ერთ-ერთი საშუალება რათა აი ეს convergence time გადართვა ანუ რომ გაითიშა ლინკი და ეგრევე გაუგზავნოს ინფორმაცია და არ მოუწიოს ლოდინი დიდხანს აი ეს გადართვის დრო შევამციროთ რა აი ამის საშუალებას გვაძლევს BFD ეს BFD უნდა გაკეთდეს ორივე მეზობელთან რათა ნუ შედგეს რა BFD კონფიგურაცია სრულად და როგორ ხდება ახლა BFD-ის კონფიგურაცია ამას ვაკეთებთ ჯერ ინტერფეისის ქვემოთ და მე BGP სესიაშიც მეზობელს ვუთითებთ failover სად უნდა გაკეთდეს დავიწყოთ ახლა interface gigabit 0.0 შევდგართ ამ ინტერფეისში მოდი ხო დავიწყოთ interface gigabit 0.0 ვწერთ ესე რაღაცას BFD ინტერვალი ნახოთ აბა რამდენი გვაქვს ინტერვალი კი ბატონო მილისეკუნდები არის 500 აჰა მე გვაქვს min ჩვენ გვინდა აი ეს minimum rx min rx კიდე რამდენი გვინდა ესეც გვინდა 500 კი აბა რა გვაქვს აქ option-ი ნახოთ აბა გვინდა multiplier აი multiplier 3 კი ბატონო აჰა BFD სისლოგი ამოგვიგდო BFD და კონფიგურირდაო და apply გავუკეთდაო კარგით ეხლა გადავიდეთ BGP-ზე თვითონ BGP router BGP კოდიში router BGP 64500 ხო? კი ბატონო. ეხლა ვუთითებთ მეზობელს, რომელი მეზობლის მიმართ გინდა ეს BFD რომ განხორციელდეს. BF neighbor ხუთიანები არის. Fall over რა აბა რაები გვაქვს. გინდა BFD რო იყოს. BFD კი ბატონო, მორჩი. Created. ეხლა უნდა გადავიდეთ მომიჯნავე რაუტერზე, აი ამ რაუტერზე და იგივე უნდა გავაკეთოთ აქაც. Enable conft. მოდი აბა ვნახოთ ჯერ BGP მეზობელი. To show IP BGP summary. კი ბატონო, ეს გვაქვს. ასაგებია. ეხლა გავაკეთოთ interface gigabit 0.1 არის აქ თუ ავწდები. მოდი დავწვდით. To show IP interface brief. რათა ნახოთ აი ეს 15.5 1 კი ბატონო ეს interface gigabit 0.1. გვინდა BFD intervali მოდი საერთოდ ნახოთ აბა რა ისინი გვაქვს აი გვაქვს echo use echo
adjunct as BFD detection mechanism interval transmit interval between BFD packets template BFD template ხო ჩვენ გვია ინტერვალი ინტერვალი იყოს უნდა 500 იგივე უნდა იყოს აქაც მეგობრებო იგივენაირად minimum rx თავისთავად იგივე გვინდა 500 და multiplier 3 კი ბატონო ეხლა გვინდა router BGP 64500 შევედით და ვაკეთებთ აუგე BFD კონფიგურაციას neighbor აქ არის 6-იანები აქ ძალიან ბევრი option არის ეგრეთ წოდებული და მოდი ამას დავიტოვანებოთ fall over გვინდა BFD მორჩ კი ბატონო მორჩ ეხლა ჩვენ გინდა გავაკეთოთ უნდა რა არ არის ეს აუცილებელი მაგრამ მაინც გავაკეთოთ soft ასე ვთქვათ refresh BGP table-ის soft refresh ეს უფრო კეთდება შემომავალი პაკეტების დროს მაგრამ გამავალის დროს გამავალზე ავტომატურად აკეთებს მაგრამ მაინც გავაკეთოთ ესეთი რაღაც არის რომ ნახოთ clear BGP IP version 4 unicast star ანუ ყველა გვინდა ჩვენ ყველა ამ შემთხვევაში просто soft გვინდა soft refresh hard refresh არ გვინდა ჩამოშლის hard refresh მთლიანად შემოსულ BGP პაკეტებს და თავიდან შექმნის BGP tables ეს ჩვენ არ გვინდა ჩვენ გვინდა soft შეინახოს რაც არის რამე განახლებული თუ არის ის ჩაანაცვლოს soft კი ბატონო outbound do clear და ვაუწყ do clear so აბა ეხა გავთიშოთ სამინა interface gigabit 0 shutdown ეხა ეგრევე უნდა გაითიშოს ხო აი ხედავთ so I removed from session right unicast topology based removed from session ხო აი peering-ი დაიკარგავ რა route to peer lost აბა ეხლა ვნახოთ do show IP BGP summary I don't მდგომარეობაშია როგორც ხედავთ მეგობრებო ხედავთ რა მაგარი რაღაცა წამში გათიშა ინტერფეისი უბრალოდ ინტერფეისში გავთიშეთ წამში ეს მესიჯი მეზობლიდან მივიღეთ რომ გაითიშა რაღაცა პრობლემა არის და ეგრევე ჩამოშალა BGP table რა მეზობელი აღარ აქვს ნახოთ ხა routing table BGP routing table do show IP BGP აი აღარ არის ეგ მეზობელი მეგობრებო გაქრა ხუთიანი გაქრა ყველაფერი სწავლობს უკვე აი აქედან რა 4-დან next hop-ი არის ნებისმიერ ვარიანტში უბრალოდ next hop-ი არის 4-იანი ეხლა ჩავთვალოთ ეს interface gigabit 0 ხო no shutdown კი ბატონო ეხლა ნელ-ნელა უნდა წამოიწიოს აჰა adjacency OSPF adjacency არის იმედია წამოიწევს კი ბატონო BFD სისლოგი მოვიდა ეს BGP მეზობლობა არის ხო OSPF loading from full load done აი OSPF-იც არის BGP-ც არის ეხლა ისე ვნახოთ do show IP BGP summary so ეს არის do show IP BGP-ც ვნახოთ ესეც არის და ჩვეულებრივად იმ ქსელს რომელიც უნდა ვიცოდეთ
ჩვენი next hop-დან, ვსწავლობთ next hop-დან. რომელიც უნდა ვიცოდეთ 4-დან, ვსწავლობთ 4-დან. BFT-ზე სულ ეს იყო, მეგობრებო, ეს არის BFT კონფიგურაცია, ძალიან სასარგებლო, ძალიან კარგი რაღაცა. აუცილებლად გამოიყენეთ, როცა დაგჭირდებათ. კარგად ბრძანდებოდეთ.